ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის, ამტვერებადი მასალის არასათანადო წესით ტრანსპორტირებისთვის, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრისთვის, ასევე მეორადი საბურავების შავი და ფერადი ლითონის ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მარტივად ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციისთვის განსაზღვრული ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6,000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევებისთვის გაიზრდება 2,500-დან 30,000 ლარამდე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა სამართალდაღოვაზე, მექანიზმი ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, დადგენილი წესით აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.